უნდა გააკეთოს ეგეთმა თანამშრომელმა, რომ უფროსმა შეამჩნიოს და ხელფასი მოემატოს სიტყვაზე. შეცდომები ამ ეტაპზე თითქმის არ არსებობს. სხვებმა დაინახონ მე რა სარგებელი გავაკეთეო და სამსახურში სახლი მიგვაქვს და სახლში სამსახური მოგვაქვს. ანუ დღე ფრილანსინგის თემა, ხო? მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელია მიშო კალტოზი და ეს არის ახალი პროექტი YouTube-ზე, რომელიც ახლა დავიწყე, რომლის მიზანიც არის, რომ მოვიყვანოთ სხვადასხვა სფეროებიდან წარმატებული ადამიანები და გავიგოთ რა არის მათი წარმატების ფორმულა. და დღევანდელ ვიდეოში, პირველ პოდკასტში გვეყოლება ძალიან მაგარი ადამიანი, სტუმრად ნინო ოხანაშვილი, რომელიც არის HR-ისა და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, ხომსორი ვარ და საქართველოში ძალიან დიდ კომპანიებში აქვს გამოცდილება HR-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე. როგორ ხართ? მადლობა რომ მოხვედით ჩემთან. ძალიან დიდი მადლობა მიშო, პატივია ამ პოდკასტში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებ. დარწმუნებული ვარ შენთვის, თქვენი კოლეგებისთვის ან მომავალი წარმატებული ადამიანებისთვის სასარგებლო საქმეს გააკეთებ. მადლობა დიდი. კი, ამ პროექტისთვის, მოკლედ ძალიან ნერვიულობდი, სულ მინდოდა რომ დამიწყო, არ ვიცოდი როგორ გამეკეთებინოთ და მოკლედ დღეს მომავი უკვე თავი და დავიწყეთ. მადლობა და ძალიან მიხარია რომ თქვენ ხართ პირველი სტუმარი, იმიტომ რომ თქვენზე რომ დავიწყე რაღაც ინფორმაციების მოძიება და რაღაც მოკლედ ანუ საერთოდ ინტერვიუში და პოდკასტებში საერთოდ არანაირი გამოცდილება არ მაქვს და რომ დავიწყე სწავლა როგორ უნდა ჩამიტარებინა პოდკასტები, ინტერვიუები რაღაცა ერთ იუთუბერს გადავაწყნე რომელმაც მირჩი ეგეთი რაღაცა რომ მე ყოველთვის პოდკასტის რომ ვემზადებიო, ყოველთვისო ვინც მომყავს სტუმარიო, მაგ სფეროში ვისაც ვიცნობ, მაგათ ვეკითხები, შენ რა გაინტერესებსო ამ მიმართულებით რაღაცა ძალიან კაი კითხვები მოდისო და ბევრ ადამიანს რო ვკითხე, ბევრი გიცნობდათ, ბევრთან გითანამშრომლია და ყველა ძალიან თბილად იყო თქვენ მიმართ განწყობილი და ერთ რაღაცას ვერ მივხვდი იმ მომენტში და მაინტერესებს ახლა თქვენგან. რა საკეთებდით ეგეც, რომ ყოფილიყავით თან კარგი უფროსი და თან ყველას ესე კარგად დაამახსოვრდით, იმიტომ რომ დღეს ძალიან იშვიათია კომპანიაში უფროსი ყველას ზულს არ უნდა და ასე შემდეგ. თქვენ ყველას უყვარდით. რა არის მაგის საიდუმლო? ძალიან მიხარია ამის მოსმენად. ყველაზე მნიშვნელოვანი არის გულწრფელობა და იმის რეალურად არატყუილად, არამედ რეალურად განცდა, რომ ადამიანი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ნებისმიერ სამსახურში სადაც ყოფილვარ, შედეგები იყო მისაღწევი, მაგრამ უპირველესი ღირებულება, ასე ვთქვათ, ჩემთვის იყო ის ხალხი, ვინც იქ იყვნენ და არასდროს ასე ვთქვათ, მომიტყუებია ან მიძალადია ამ ადამიანებზე, ან არანაირი манипуляციით მათგან შედეგი, ასე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში იქამდე სადამდეც გაცნობიერება მქონდა, არ გამიკეთებია. ანუ სავარაუდოდ ადამიანები გრძნობდნენ, რომ მათზე გულწრფელად ზრუნავდი და ჩემთვის თითოეული ადამიანის, ასე ვთქვათ, არჩევანი იყო მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანი იყო, რომ თვითონ მოენდომებინათ იმის გაკეთება, რაც მათთვისაც სასარგებლო იქნებოდა და ასევე, რა თქმა უნდა, კომპანიისთვის იქნებოდა სასარგებლო. მაგარია და იცით რა მაინტერესებს კომპანიაში როდესაც ხალხი მოდის ახალი თანამშრომლები არიან ეხლა უბრალოდ თქვენი გამოცდილებიდან მინდათ ეგეთი რაღაც რომ გამიზიაროთ რომ მაგალითად სტუდენტების თემას რო შევხედოთ სამ კონკრეტულად ორგანიზაციულ კულტურაზე და დეტალურად ჩავშლით მაგ თემას მაგალითად ძალიან ბევრი ადამიანს ვიცნობ სტუდენტს სკოლას რო დავამთავრებთ მე უნივერსიტეტში ვსწავლობთ არავინ არ გვასწავლის როგორ დავიწყოთ სამსახური ანუ ეგეთ რაღაცებს მაინტერესებს თქვენი გამოცდილებიდან რა რჩევას მიცემთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დაამთავრეს უნივერსიტეტი და ეხა ეძებენ სამსახურს, მაგრამ ეშინიათ პირველი ნაბიჯის გადადგმა, პასუხისმგებლობის აღების ეშინიათ. რა უნდა გააკეთოს ეგეთმა ადამიანმა? კი, მან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც აირჩია, ნამდვილად გააზრებული ქონდა თუ არა, ანუ ხშირად ძალიან ძნელია მე-12 კლასის შემდეგ მიხვდე პროფესია თუ ძალიან ძლიერი ტოლვა მისწრაფება არ გაქვს რომელიმე პროფესიისადმი თითქმის ასე ვთქვათ ვარაუდით დაახლოებით სფეროს ირჩევდა ამიტომ არ ხარ ჩამოყალიბებული რა გინდა რაც შესაბამისად როცა არ იცი რა გინდა ძნელია მოძებნო გარემო სადაც ამის რეალიზებას გააკეთებ ანუ პირველი იმის გაცნობიერებაა რომ არა უშავს თუ ზუსტად არ ვიცი რა ასე ვთქვათ რად უნდა შევდგე თუ იცი პრინციპში იწყებ ამის ძებნას, ხო? ვთქვათ, ან სექტორს ეძებ, ან შინაარს ეძებ საქმისას. ვთქვათ, ეს კითხვა პასუხგაცემულია და დაახლოებით იცი. მეორე შიში ღელვა არის ასეთი გავრცელებული, რომ გამოცდილება რადგან არ მაქვს, არ ამირჩევენ, არ ვიცი კიდია თუ არა ეს მოსაზრება, მაგრამ თავის ნაცნობებს უფრო მეტად ირჩევენ და ასე შემდეგ. დღევანდელ სამყაროში, ანუ ძალიან რთულია უკვე კარგი, ასე ვთქვათ, კადრების თუ მომავალი თანამშრომლების მოძიება, შესაბამისად ნებისმიერი ნორმალური კომპანია ეძებს პოტენციალს, ეძებს ახალგაზრდას, რომელსაც აქვს განვითარების შესაძლებლობა. ამიტომ მეორე იქნება შინაარსი
შინაგანად აი ამ რწმენის ჩამოყალიბება, რომ სინჯოს, რომ ასე ვთქვათ, შეცდომები ამ ეტაპზე თითქმის არ არსებობს, ხო, გამოცდილება არის ის, სადაც თუნდაც არ აგიყვანეს, ვთქვათ, ინტერვიუ, ხო? ანუ შეიძლება აქედან ჩამოიყალიბო განცდა, რომ არ ვარგი ვარ და ეს ყოველთვის ხელშემშლელი იქნება შემდგომ ინტერვიუებში, ან მეორე არჩევანი არის ჩამოიყალიბო განცდა, რომ ამ ინტერვიუმ მასწავლა, მოდი დავფიქრდე, რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისი, თუ რატომ არ იყო, ვთქვათ, წარმატებული ჩვენი შეხვედრა. რაც შეეხება კონკრეტულ რჩევებს, პირველი არის, რომ კომპანიის შესახებ აუცილებლად მეტი მოიძიონ, სადაც აგზავნიან. ანუ არც ერთ კომპანიას არ უყვარს, როდესაც ყველა გამოცხადებულ ვაკანსიაზე ღებულობს ერთი და იგივე ადამიანის CV-ს, ანუ გულისხმობ იმას, რომ არც აქვს ადამიანს გააზრებული ხშირად სად აგზავნის, ოღონდ გააგზავნის. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არასაკმარისი ინვესტირება გააკეთე, ვთქვათ, პრინციპში დროს აკარგინებ და მოკეთ ეს ცუდია. რაც შეეხება პასუხისგებლობას, ის აღების სურვილს, აქ უბრალოდ ძალიან ზედმეტი ტვირთში რო არ შევიდეს, ანუ არ იფიქროს, რომ უკვე საბოლოო გაწყვეტილება, მოკეთ მოსინჯვა და ზრდის იგივე განვითარების გზას ადგას და უბრალოდ ეს გადაწყვიტოს, რომ კიდე ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგა და მორჩა. და აი ეგეთ დროს, როცა აი პირველი სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, აი რომ მოხდეს სწორ კომპანიაში. კი ინტერნეტში დავსვირ შემოარა ყველა კომპანიას წერია, რომ ძალიან კარგი გარემოა. აი ძალიან რთულია, ასე ვთქვათ, იპოვო ისეთი კომპანია, რომელიც დაგეხმარება ამ პირველი ნაბიჯები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ მაგ პირველი ნაბიჯების გადადგმაში. და აი კომპანიამ რა როლი უნდა შეასრულოს ამ თანამშრომლისთვის, რომელიც აი ეხა იწყებს პირველი კარი, პირველი სამსახური ვისაც აქვს, აი როგორ უნდა იყოს ეს კომპანია, როგორ უნდა შეუწყოს. ყველა დამწყებს სჭირდება მენტორი, ასე ვთქვათ, ანუ სჭირდება ადამიანი, ვისგანაც კითხვებზე პასუხს მიიღებს, ვისაც შეხედავს, დააკვირდება, ვისგანაც ისწავლის. ანუ ორგანიზაციის მთავარი როლი არის, რომ ნებისმიერი ახალმოსული განსაკუთრებით გამოცდილების გარეშე ადამიანისთვის, რაც შეიძლება ეფექტური, პროდუქტიული აი ეს განვითარების, ადაპტაციის პროცესი დაახვედროს, ხო? ესე იგი, ამაზე მოქმედებს რამდენიმე რაღაც, ერთი რომ თვითონ რა კულტურაა ორგანიზაციაში, იმიტომ რომ თუ არ არის ურთიერთდახმარების ან მხარდაჭერის კულტურა, კონკრეტულად ამისთვის შეიძლება ვერც შექმნან ასეთი რაღაც, ხო? ამიტომ არჩევანის დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში შეხედოთ, გაიკითხოთ, ვინ მუშაობს და რას ამბობენ ისინი ორგანიზაციის შესახებ. იმაზე მეტად თუ რა პროფესია, რომელ პოზიციაზე აგირჩევენ, უფრო მნიშვნელოვანია რომელ გარემოში მოხვდები, არის თუ არა იქ შესაძლებლობა განვითარების, არის თუ არა ვინმე ვინ შენ რამეს გასწავლის, ან არის თუ არა, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა, რომ შენი საუკეთესო ასე ვთქვათ, შესაძლებლობა გამოიყენო პოტენციალი, ამიტომ ორგანიზაციის მთავარი დანიშნულება ამ შემთხვევაში უფრო სწორად მიზანი უნდა იყოს, რომ ახალ შემოსულს დაახვედროს ჯერ ერთი სიმშვიდე ღელვა რაც შეიძლება მალე მოეხსნას იმისთვის, რომ მან დაიწყოს იმის გამოვლინება, რაც ისედაც აქვს და სწრაფად ადაპტაცია. აჰა. გასაგებია და აი, ოკეი, გადავახა, დაიწყო სამსახური და შეხვდა ძალიან კარგი გუნდი რა. მაგ დროს მე უკვე როცა სიტყვაზე შეეწყობა გუნდს და ასე ვთქვათ, ვითარდება, რაღაც ეტაპზე შეიძლება გაჩნდეს ცოტა სიზარმაცე ხოლმე რა და რაღაც ეტაპში შეიძლება მივხვდეს, რომ ეს მის საქმე არ არის, მაგრამ კარგად უხდიან და რატომ არა დავშევი. ეგეთ თანამშრომლებზე რას ფიქრობთ, რომ აი ასე ვთქვათ, ძალიან ჩაწოლილები რო არიან მოკლედ და აი შედეგს აღარდებენ, მაგრამ რო გააგდო ვერა, იმიტომ რომ უკვე დიხანია რა ჩემთან მუშაობს. ხო. გამოსწორება შეიძლება საერთოდ ეგეთი სამშრომელი ის. ესე იგი, მოდი ორ მხრიდან შევხედოთ. ერთი ადამიანის მხარეს, რატომ შეიძლება რომ დადგეს სიზარმაცე და ამ შემთხვევაში რა როლი აქვს ორგანიზაციას, ხო? აი რატომ შეიძლება მოხდეს, რომ გულანთებული ან არ ვიცი, ისეთი ზრდაზე ორიენტირებული, ამბიციური ადამიანი იწყენს. ეს ხდება ძირითადად იმ შემთხვევაში, როდესაც მის საქმეები უბრალოვდება, ასე ვთქვათ, როდესაც ჩემი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად აღემატება იმ საქმეს, რომელსაც ვაკეთებ და დროში ჩემი დავალებები იქნება თუ საქმე რაც უნდა გავაკეთო არ რთულდება და შესაბამისად არ მჭირდება ძალისხმევის თუ მოკეთ ინტელექტუალური შესაძლებლობების ძირთადად გაზრდა არც არანაირი კრეატიულობა არ მჭირდება იმისთვის რომ გავიზარდო, გავფართოვდე, უფრო მეტი გავაკეთო, ამ დროს ვიწყებ. მეორე, რაც იძლევა აი ამ მოწყენას არის ხოლმე მაღალი ხელფასი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი აღნიშნეთ, როდესაც
ჩემი ასე ვთქვათ შესაძლებლობების უბრალოდ ჩემი გამოცდილების არაადეკვატური ანაზღაურება მაქვს. ფაქტობრივად არის ხაფანგი ჩემი აზრით, აი ახალგაზრდები სექტორს არ დავასახელებ, მაგრამ მოკედ არის გარკვეული პრაქტიკები, როდესაც ბევრად ალბათ ორჯერ, სამჯერ უფრო მეტ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე შეიძლება სხვაგან მიეღოთ. იმიტომ რომ თვითონ ის ბიზნესი შესაძლოა რაღაც სხვა მარჟებზე მუშაობს, ამიტომ ჩემი რჩევა ახალგაზრდებთან იქნება, რომ უფრო გრძელვადიანად შეხედონ, იმიტომ რომ იქიდან გამოსულები, არ ვიცი ცოცხლის ბოლომდე იქ თუ იმუშავებენ, მაგრამ იქიდან გამოსულები ფაქტობრივად გამოსულებს აქვთ დაქვეითებული განვითარების სურვილი, უნარი ზრდის და მათი ღირებულება ბაზარზე ბევრად შემცირებულია. ამიტომ გარდა იმისა, რომ შესაძლებელია თავის ღირებულებებთან ცოტათი კონფლიქტში იყვნენ რაღაც რიგ შემთხვევებში, როცა ასეთი არაადეკვატური მარჟიანი, ასე ვთქვათ, ანაზღაურებებია ხოლმე, ბიზნესის შესაძლებელია ის იყოს. ამასთან ერთად არ იზრდებიან. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ პასუხისგებლობა თავის განვითარებაზე აიღოს თვითონ ადამიანმა და მეორეს მხრივ კომპანიამ უზრუნველყოს ის, რომ არ დაეკარგოს ხალხი, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა მეტი შეექმნათ და ეხა უბრალოდ იმიტომ, რომ არადროულად ირეაგირეს, მოკეთ მათი განწყობა მცირდება. გასაგებია და აი ისეთმა თანამშრომელმა, რომელიც უკვე ხედავს, რომ აი კარგად მუშაობ, კარგად იმუშავებ და ერიდება, რომ ხელფასის გაზრდა და უკვე რა ის ხებს უყურებს და ის ხებს კაი ხელფასი აქვს, სიტყვაზე ისე კარგად არ მუშაობენ და ისე არის. აი, რა უნდა გაკეთოს ეგეთმა თანამშრომელმა, რომ უფროსმა შეამჩნიოს და ასე ვთქვათ, ხელფასი მოემატოს, სიტყვაზე დააწინაურონ ან რაღაცა ეგეთი. აი, როგორია ის იდეალური თანამშრომელი, რომელსაც ეს ყველაფერი ერგება, ასე ვთქვათ. ეს კარგი კითხვა, ესე იგი, ძირთადად როგორ ხდება, ალბათ ნელ-ნელა ეს სტერეოტიპიც ირღვევა, მაგრამ ძირთადად თანამშრომელი ელოდება, ესე ვთქვათ, რა მოხდება მის თავს, მენეჯერი რას იზავს. დღეს უკვე ყველა ნორმალურ სიტუაციაში თანამშრომელს აქვს უფლება და უკვე უნარი, რომ თვითონაც დასვას კითხვები. უბრალოდ ეს კითხვები და პრეტენზიები არის სხვადასხვა რამ. რაც არ უყვართ, ეს არის შანტაჟი, ასე ვთქვათ, თუ არ მომცემ წავალ, არის ეგრეთ წოდებული პრეტენზია, თუმცა პრეტენზიასაც თავისი ადგილი აქვს, მაგრამ კითხვები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ ასეთ კითხვა დასვას, არის შემდეგი. პირველი მოსწონს თუ არა ის საქმე მენეჯერს, რასაც ის აკეთებს, როგორც ის ასრულებს, მეორე როგორ ხედავს ამის განვითარებას, მესამე როგორ ხედავს მის კარიერულ ფინანსურ განვითარებას, არა, ასე ვთქვათ, პრეტენზიით, არამედ პირველ რიგში თვითონაც შეუძლია, რომ ეს დიალოგი პერიოდულად აწარმოოს და ყველაზე მთავარი არის, რომ კითხოს მენეჯერს, რა შეუძლია მას გააკეთოს იმისთვის, რომ კიდე ზედა ეტაპზე ავიდეს, ხო? ანუ ან კარიერულად, ან მხოლოდ ხელფასით, ან საქმის შინაარსით, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერმა ადამიანმა განსაკუთრებით ახალგაზრდებს მინდა ურჩიო, რომ ჩართონ მენეჯერი მათ განვითარებაში, მათ წინსვლაში და ეს ინფორმაცია მიიღონ დასვან ეს კითხვა არ ქონდეთ შიში, რომ რამეც უცეტყვის. ზირთადად ჩვენ კითხვებს არ ვსვავთ, იმის გამო, რომ გვეშინია ის პასუხი არ მივიღოთ, რაც ჩვენ გვინდა. როცა კითხვას დავსვავთ, პასუხიც ნუ გვექნება თავში, რომ მე არ გავბრაზდეთ, რაც გვითხრა, რომ ის არ იყო. ანუ კითხვას თუ ვსვავთ, გულწრფელად მოვისმინოთ ადამიანის მოსაზრება ჩვენს შესახებ. და ეს გააფართოვებს ჩვენს ტერიტორიას, რა ვიცით ჩვენს შესახებ, რისი გამოსწორება იქნებოდა უკეთესი და რა გვაქვს ძლიერი მხარე. და რამე აი კონკრეტულად ერთ თვისებას ხوار დაახსახელებდით ან რამე ასე ვთქვათ მიმართულებას, რომ აი სიტყვაზე მე რო არ ადამიანი და კარგად მუშაობს სიტყვაზე, კიდევ რა შეიძლება აი უფრო რა შეიძლება მოეწონოს, თუ ძალიან სპეციფიკურია და გააჩნია სფეროს. აი ეხლა ვიღაც მაყურებელი სიტყვაზე გვისმენს და ოკეი, რა გავაკეთო, რომ დავწინაურდე. აი ეგეთ კითხვაზე ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ გულით მუშაობ თუ არა, ანუ როდესაც ყველაზე მეტად რაც ჩანს ხოლმე, ეს არის, რომ აი რასაც აკეთებ, მართლა გულით აკეთებ თუ არა, ზრუნავ თუ არა, გედარდება თუ არა, თუნდაც კომპანია, ანუ ეს ცალმხრივი თამაში არასოდეს არის, ანუ ყველა მიხვდება, რომ მხოლოდ ანაზღაურება და ანაზღაურების მატება ყველასთვის მნიშვნელოვანია. უბრალოდ როდესაც ეს ხდება
ერთადერთი რამ რის გამოც ვაკეთებ და არ მედარდება ხვალ რა მოუვა კომპანიას, ეს იდეაში იგრძნობა ორგანიზაციაში და ორგანიზაციის მხრიდანაც ნელ-ნელა აი ეს ეჭვი თუ რღვევა ხდება ამ ურთიერთობაში. ანუ ადამიანს შეიძლება ურჩიოთ თვისება, ერთი ის არის, რომ ხარ იქ ბოლომდე იყო, ანუ სანამ ხარ თუ არ მოგწონს, ჯერ ერთი ეცადე რომ შეცვალო, ანუ ეს უკავშირი მიეცი, მაგრამ ვიდრე ის რომ აი ამ ასე ვთქვათ ტოქსიკურ გარემოში იყო, ან შენ თვითონ გააფუჭო, ჯობია შეცვალო მაშინ, წადი სხვაგან, ჯობია ვიდრე ის რომ აი ამ სულ პრეტენზიაში და იმის განცდაში იყო, რომ არ უსამართლოდ მეკცევიან. ამიტომ თვისება არის გულწრფელად ზრუნვა ერთის მხრივ, მეორეს მხრივ გახსნილობა, ანუ დაშვება იმისი, რომ აუცილებლად დამინახავენ, ანუ აი რაღაც ამირან გულში მღერო და ვთქვათ თქმის არ იყოს, ხო? ანუ შენ რაღაცნაირად ეს უნდა აჩვენო, ანუ მნიშვნელოვანი არის, რომ ამ გარემოში შენი შედეგებიც არ მოგერიდოს, რომ ან აზრი გამოთქვა, ან იმონაწილეო სხვადასხვა პროექტში. მოკლედ ინიციატივიანობა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა. და ესეთი თანამშრომელი, აი მართლა გულს რო ჩადებს საქმეში და რაღაცა. აი ეგეთი თანამშრომელი უნდა ვიპოვოთ კომპანიისთვის თუ კომპანიამ უნდა შექმნას ეგეთი? ანუ ძალიან ისეთია, იმიტომ რომ ოკეი, ანუ კომპანია რომ მივდივართ სიტყვაზე გასაუბრებაზე რა გსმენია ჩვენ კომპანიის შესახებ და კითხვები რო არის. უმეტესი ნაწილი ალბათ მიდის, იმიტომ რომ აი ხელფასი ნახат და მე იგონებენ რომ აი რავი ძალიან კაი კომპანია და ამ შემდეგ და აი ეგეთ თანამშრომელი უნდა ვიპოვოთ, რომელიც მართლა ეყვარება საქმე და თუ უნდა ვიპოვოთ, მაშინ სად უნდა ვიპოვოთ და თუ უნდა შევქმნათ, მაშინ როგორ უნდა შევქმნათ. სულ რომ გულანთებული მოვიდეს ორგანიზაციამ თუ პროცესში შეწყვიტა ზრუნვა, ის ძალიან მალე კარგავს აი ამ განწყობას და მოტივაციას. ამისთვის აქვს ორგანიზაციას რა ვიცი 1000 პროგრამა, ამისთვის ყავს HR-ი, ამისთვის ატრეინინგებენ მენეჯერებს, რომ ყოველ დღე თანამშრომლების გულისცემაზე, ასე ვთქვათ, პულსზე ხელი ედოთ და თვითონაც მუდმივად ესაუბრებოდნენ. ამიტომ თავისით ეს არ ხდება, შეიძლება იყოს ასეთი ადამიანი, აი მაგალითად ექიმები, რომ იმათ უყვართ ექიმობა და ის სხვა რამეს ემსახურებიან, ასე ვთქვათ, მაგრამ აი კერძო კომპანიებში, ვთქვათ, იგივე მასწავლებლებს შეიძლება ის როგორც არ უნდა სკოლა მოექცეს, ბავშვს არ უღალატებს. აი ვთქვათ, შეიძლება ასეთი უფრო მაღალი იდეალის პროფესიები არსებობდეს, სადაც მიუხედავად ორგანიზაციისა, ადამიანი თავის პირად ღირებულებებთან თანხვედრაში არის და ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, არ უღალატოს, მაგრამ კერძო კომპანიებში ასეთი მსახურება, მაღალი დონის მსახურება თითქმის არ არის. მოგების გენერაცია არის ძირითადად, თუმცა კლიენტს ემსახურები, ღირებულებას ქმნი, რა თქმა უნდა. მაგრამ იქაც შენ უკვე ხვდები, რომ აქ ვიზავ თუ სხვაგან ვიზავ, მოკლედ დიდი მნიშვნელობა შეიძლება არ ქონდეს და ჯობია იქ წავიდე, სადაც მეც მხედავენ. ამიტომ ორმხრივია ესეც, ისე როგორც სხვა რაღაც, რაც მანამდე ვისაუბრეთ, რომ ადამიანმა უნდა ერთის მხრივ თავიდანვე თავის თავში ჩამოაყალიბოს, რომ მე რომ ამდენ დროს ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს სადღაც ვატარებ, ჯობია რომ გააზრებული მქონდეს, რომ რაღაც ღირებულებას ვქმნი და ეს ბევრად უფრო მაღალი დონის შინაგანი მოტივაცია ჰქვია. ამას მისიის მსახურება, ანუ შენს თავში თუ იპოვი რას ემსახურები, ბევრად უფრო ადვილია გულით საქმის კეთება. შენს თავში თუ იპოვი, რომ იზრდები, რომ პროგრესი გაქვს, ეს უფრო მაღალი დონის გრძელვადიანი მოტივატორია, ვიდრე ის, რომ დღეს ხელფასი რამდენი გაქვს. მაგრამ მეორე სხვა ორგანიზაციამ ამის შესახებ უნდა ესაუბროს, ეს უნდა საქმით დაამტკიცოს და მუდმივი გამოკითხვები ქონდეს, მუდმივად ელაპარაკებოდეს ადამიანს, რომ მიხვდეს ხო არ იკარგება მოტივაცია. კი, საუბარი მართლა ნომერ პირველი აი ჩემი გამოცდილებით. ის რა მაინტერესებს ახლა ორგანიზაციულ კულტურაში უფრო სერიოზულად შევიდე, აი ერთი მაყურებლისთვის რომ მარტივად ავხსნათ რა არის ორგანიზაციული კულტურა და აი საერთოდ აი რაში ჭირდება კომპანიას ეს რო არ ქონდეს დაიქცევა კომპანია თუ აი რა მოხდება ეგ მაგაზე რომ ვისაუბროთ რა არის და რაში ჭირდება ორგანიზაციული კულტურა არის ფაქტობრივად დაწერილი ან დაუწერელი წესების ერთობლიობა როგორ ვაკეთებთ ბიზნესს ან ფაქტობრივად ეს არის შეთანხმებული თამაშის წესები რომელიც ზოგჯერ შეიძლება რაღაც წერილობით შეთანხმდა მაგრამ ძირითადად ისტორიულად ქმედებებიდან ხალხმა დაასკვნა ძირთადად ეს მოდის ხოლმე დამფუძნებლებისგან ან მენეჯმენტისგან ანუ როგორ მაგალითად რას ახალისებენ ინდივიდუალურ პერფორმანსს ახალისებენ თუ გუნდურობას ეს რას ახალისებენ რას ნიშნავს რომ ვთქვათ ბონუს
როგორ შედეგებზე აძლევენ, ან ვის აწინაურებენ. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ვის აწინაურებენ, არაფერს თავის თავში განმარტებას არ იძლევა, რომ კულტურას აღწერს, ხალხისთვის ეს არის როგორი ხალხი მოწონთ აქ, ანუ რა არის ჩვენთან მიღებული. ანუ ფაქტობრივად კულტურა არის რა არის ჩვენს ორგანიზაციაში, როგორი ქცევა მიღებული, როგორად ყოფნა მიღებული, რა ხალისდება, რა ისჩება. აი ეს ძალიან მარტივ ენაზე რო ვთქვა, ეს არის და ამას ხარს უჭერს, როგორც ვქვი, ერთის მხრივ გადაწყვეტილებები, უჭერს გარემო ხარს უბრალოდ აღწერს, თქვა თუ ჩვენ ჩაკეტილი ოთახები გვაქვს ერთი რამეა, თუ გახსნილი ოთახები გვაქვს სხვა რამეა, სტრუქტურა მაგალითად თუ ის ძალიან იერარქიულია, ერთგვარ სტრუქტურა, ეს თქვა კულტურაზე მიუთითებს, თუ ბევრად უფრო გაშლილია სხვა გვარზე, როგორი არის მუშაობის, გუნდების მუშაობა, ყველაფერი რაც ორგანიზაციაში ხდება, ამიტომ ამბობენ ხოლმე, რომ ყველა გადაწყვეტილება განსაკუთრებით HR-ულ სისტემებს, როცა ეხება ხოლმე და არა მარტო HR-ს, გააზრებული უნდა იყოს თავსებადია თუ არა კულტურასთან, რომ კონფლიქტი ადამიანისთვის გასაგები იყოს, მესიჯი გზავნილი, რა მოითხოვება ჩემგან, რა მოსწონს აქაურობას, რომ უკეთ ვიყოთ ერთმანეთთან ჰარმონიაში. და ამ ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებისას რა კომპანიის ალბათ სუსუ დასაწყისიდან ხდება და ნელ-ნელა რაღაცები იმატება, ეხოცება და შემდეგ აი ყველაზე მნიშვნელოვანი არის რამე რომ აი რო თქვა ეს თუ არ აქვს მაშინ ორგანიზაციული კულტურა არ არის ან ეს თუ აქვს ეგ უკვე კაია და უკვე პირველი ნაბიჯები გადადგმული თავარი თუ არის ესეთი აი ღირებულებებზე თანხმდებიან ხოლმე ერთისყურებ ხო ეგრეთ წოდებული ფასეულობებს რასაც ეძახიან ორგანიზაციაში ამბობენ რომ აი ჩვენთვის და აი რაც არის, ხო, თქვა შეიძლება იყოს რომ განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება თქვან რომ პასუხისმგებლობა არის მნიშვნელოვანია, შეიძლება თქვან ზრუნვა არის მნიშვნელოვანი, აი რაღაც რაზედაც ამბობენ რომ ჩვენი მახასიათებელი, აი ჩვენი ხასიათის თვისებებსაც შეიძლება გადაიზარდოს, ხო, ის რასთან თუ დადგება არჩევანი და კონფლიქტი გაწყვეტილებებში, ანუ ღირებულება იმას შეშავს ჩვენ გაწყვეტილებები ამასთან თავსებადი უნდა იყოს სინქრონში. და შემდეგ კულტურის ანუ ეს მერე იშლება ბევრ რამეში, მათ შორის შეიძლება გადავიდეს ხოლმე უკვე კომპეტენციებში, მაგალითად ასეთი თქმაც არის, რომ შერჩევისას, დიდი კომპანიები ხო, ძირითადად აი Google-ზე ამბობდნენ სხვებზედაც, რომ არჩევს ხალხს კულტურასთან თავსებადობით, თორე ის მერე ასწავლის, ანუ საბაზისო ცოდნა ყველას აქვს და როდესაც არჩევა ადამიანს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რამდენად შენი კულტურის თან ახლოს ღირებულებითი ადამიანია. მე უფრო ადვილია კომუნიკაციაც ერთმანეთს შორის და თითქოს ენა საერთო გაქვს, როცა საუბრობ. აი ზუსტად მაგაზე მაქვს ხა კითხვა აი ენ საერთო ენაზე. დღეს ანუ კომპანიაში რომ მივიდეთ, ანუ არის გუნდები, სადაც სხვადასხვა თაობის ხალხია. ჯენზი თაობა, ბუმერი, ანუ ბევრი თაობა არის სიტყვაზე ერთ გუნდში. აი მან რა არის საერთო ენა რაც სიტყვაზე გაერთიანებს მაგ გუნდს, რომ ერთადია რომ და შეკრული იყოს. ანუ ალბათ ძალიან რთული იქნება, რომ ანუ ყველას თავის სიმართლე აქვს რა, მანდ და ანუ ძალიან რთული იქნება შეთანხმა. ანუ ეგეთ გუნდს აზრი აქვს საერთოდ თუ აი როგორ უნდა წარმართოთ ეგ გუნდი? ძალიან კარგია თაობები, განსხვავებული თაობები, იმიტომ რომ დივერსიფიცირებული, ასე ვთქვათ, მრავალფეროვნება თუ გინდაც ასაკობრივი, ზოგადად ნებისმიერი მრავალფეროვნება უფრო საინტერესო შედეგს იძლევა, რატო? იმიტომ რომ განსხვავებული პერსპექტივიდან მოაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი მანდ არის, რომ ეს განსხვავებულობა არის არა ბარიერი, არამედ შესაძლებლობა. აი ამას თუ დაუშვებს ყველა ადამიანი და განსაკუთრებით ეს ხელშეწყობილია მენეჯმენტისგან და ეს არის, ასე ვთქვათ, განწყობა და აზროვნების სტილი, რომ ჩვენი მრავალფეროვნება შესაძლებლობა არის ჩვენთვის და პლუსია და აქტივია, მაშინ ეს ხალხი თავის პერსპექტივიდან მონაწილეობს და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ის რო აფიქსირებს, იმ მიჯაჭვული არ არის მხოლოდ იმ თავის აზრს და უშვებს, რომ შესაძლებელია უფრო საინტერესო რამე იდეა იყოს. და რაც აერთიანებს ძირითადად ამ ხალხს არის ხოლმე აი მისიის გააზრება. ეს მისია თითქოს რაღაცნაირი განყენებული ტერმინია და მგონია, რომ თავს მოხვეული შეიძლება იყოს, მაგრამ სინამდვილეში კიდევ ერთხელ რო ვთქვათ, ნებისმიერ ადამიანს სჭირდება გრძნობდეს, რომ ყოველდღიურად ის რაღაცა უფრო მეტისთვის იხარჯება, ვიდრე არის, თქვათ, რა ვიცი, კონკრეტული საქმე. ანუ მას კარგია რომ ესმოდეს, რომ ნებისმიერი, რა ვიცი, დოკუმენტთან მუშაობა იქნება თუ რაღაც მნიშვნელოვანი შექმნა,
იმ ჯაჭვში, რომელიც უფრო მაღალ ღირებულებას ქმნის, არის ერთ-ერთი რგოლი ნამდვილად და კომპანიები, სადაც ეს გააზრებულია, ამ შესახებ კომუნიკაციას სულ უკეთებს ადამიანებს, ეუბნებიან, რომ ისინი მნიშვნელოვნები არიან და შესაბამისად, რომელ რგოლშიც არ უნდა იყოს ადამიანი, რომელი ჯგუფის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ის უკვე ხვდება, რომ ესე იგი თვითონ უნიკალური და მნიშვნელოვანია. მაგრამ აქ თემაა, რომ სხვაც ასევე უნიკალური და მნიშვნელოვანია. ანუ მე უფრო მაგარი ვარ და სხვები არ ვარგანან, ეს წარმოქმნის უკვე აღარ არის თანამშრომლობა, მაგრამ როცა მე მაგ განცდა, რომ მე ღირებული ვარ და ასევე მაგ განცდა, რომ სხვაც ასევე ღირებულია, ეს უკვე ქმნის თანასწორულ, ასე ვთქვათ, ურთიერთშემოქმედებას. და კომპანიამ რა უნდა გააკეთოს ეგეთი, რომ ეგ შეგრძნება აჩუქოს ადამიანს, რომ იგრძნოს, რომ მე ღირებული ვარ. აი, რა ნაბიჯები არის იმის გადასადგმელი, რომ ეგ იგრძნოს, იმიტომ რომ დღეს რავი, ბევრ კომპანიაში ფიქრობ პრობლემა არის ეგ, იმიტომ რომ აშკარად ვიღაცა მაგარი არის, ის ყველაფერი კარგს იღებს, ხები იჩაგრებიან, ვიღაცა კიდე მორიდებულია, კარგად მუშაობს და ის ვერ აჩენს თავის იმას და გუნდში საერთოდ სხვა ლეველებია, ის არის სიტუაცია არის და მაგის გამო ზოგი იჩაგრება, ზოგი კიდე მეც იღებს. პირველი რაც უნდა გააკეთოს, რომ ხშირად უნდა გამჭვირვალედ აჩვენოს კომპანიის წარმატება, ანუ ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ რასაც აკეთებს, აი ასე ითარგმნება შედეგში, ხო? ანუ ფაქტობრივად უკან უნდა დაუბრუნოს მათი შრომის შედეგი რა იყო. მეორე მხრივ, საერთო, ასე ვთქვათ, გუნდური გასვლებია ხოლმე, სადაც ერთმანეთის შესახებ ძირთადად ამას აზრი ყალიბდება, იმიტომ რომ არ ვიცი სხვა რას აკეთებს, ხო და მაგალითად დეპარტამენტების ურთიერთგაცნობა, მაგალითად არის ხოლმე საერთო შეხვედრები, როცა კვარტალში იქნებოდ 6 თვეში ერთხელ ყვებით რა მოხდა ჩვენს მიმართულებაში და ჩემი კოლეგებიც მისმენენ და ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ხვდები, რომ მასთანაც მნიშვნელოვანი რაღაცეები იყო. მე რომ ვამბობ, რომ ეს მნიშვნელოვანია და სხვაც მნიშვნელოვანია, ეს არ ნიშნავს, რომ ერთნაირად უნდა დავასაჩუქროთ, ასე ვთქვათ. ანუ ეს სოციალიზმი არ არის, ანუ მერიტოკრატიის ადგილი აქ ჯერ კიდევ არის, ანუ გულისხმობ, რომ ჩვენ პერფორმანსის გამოთანაბრება კი არ გვინდა, იმიტომ როგორც კი ერთნაირად ვუბრუნებთ ყველას პასუხს შედეგებზე. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი მნიშვნელოვანია ერთნაირად, ერთნაირ შესაძლებლობებს გაძლევ, რომ გამოხატო, მაგრამ შენი შედეგები შეიძლება იყოს განსხვავებული და მე შედეგების მიხედვით გასაჩუქრება, ასე ვთქვათ. თუ შენ უფრო მეტი გაყიდე, შენი ანაზღაურება მეტი იქნება, იმიტომ რომ როგორც კი ამას ჩავახშობ და ვიტყვით, რომ ყველა ერთნაირი ხელფასი გვაქვს, ერთნაირი ბონუსი გვაქვს, ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩემი ძალისხმევა, ჩემი სურვილი რაღაცა უკეთესად გავაკეთო, თუნდაც ამის შესაძლებლობა მქონდეს, ნელ-ნელა იკლებს. ამიტომ ეს ორი სხვადასხვა რამეა. ერთი არის იმის აღქმა, რომ რა როლშიც არ უნდა ვიყოთ, ჩემი როლი თუ არსებობს, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე არის, რომ შედეგი და ეს შეიძლება თქვა, რომ ერთის ამოგდებაც, ეს ვთქვათ, ისეთივე დამაზიანებელია, როგორც სხვისი, თუმცა აქაც არის ხოლმე ხარისხები, მაგრამ ადამიანი მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე ხვის შედეგები განსხვავებულია, ამიტომ მე ადამიანურად ერთნაირად მეკცევიან, მაგრამ შედეგების კუთხით ანაზღაურებენ იმას, რაც შევქმენი. აჰა. ეს ბონუსების თემა იმას აი მაგათ ახალ წელს რო რაღაც ხელფასიდან 20% ბონუსი ერიცხება, მაგას არ ეხება თუ იდეაში მანდაც ზღვარი, ანუ ვისაც მეტი ხელფასი აქვს, მას უფრო მეტი ბონუსი გამოდის, მაგრამ ამ მიმართულებას დიდად არ უტყამს, ხო ალბათ. ხო, არსებობს აი ესეთი საერთო, როგორ თქვა, საერთო ბონუსებიც კი არა, რაღაცეები, აი მადლობის თქმები, მოდით დავარქვათ, რომ კომპანია მადლობას ეუბნება ყველას რაღაცისთვის, ის ერთი წელი ერთად გავატარეთ. ეს არის საახალწლო ბონუსი, ვთქვათ. ეს არის, რა ვიცი, რაღაც დღესასწაულის მილოცვის ბონუსი. ეგ არ არის პერფორმანსზე, ანუ შედეგებზე დამოკიდებული, მაგრამ არის შედეგზე დამოკიდებული ბონუსები, რომელშიც მნიშვნელოვანია, რომ ჩემი შედეგი გაისომოს. ის რაზედაც მე გავლენა მქონდა, ის წაახალისო. გასაგებია. როგორც ვიცი, ანუ თქვენ სხვადასხვა კომპანიებს ეხმარებთ რაღაც კვლევებს ატარებთ და ანუ ასე ვთქვათ, გესმის სხვადასხვა კომპანიებში რა როგორ არის რა და მაინტერესებს თუ საიდუმლო არ იქნება აი ყველა კომპანიას რო აი ყველაზე ხშირი შეცდომა რა არის ხოლმე, რასაც უშვებენ ამ ორგანიზაციულ კულტურაში და ამ მიმართულებით რა. ყველაზე ხშირი გავრცელებული შეცდომა შეიძლება ვთქვათ, ან ვთქვათ რაღაც, რომელიც უშლის ხელს, ხო, აი პრობლემა არის ეგრეთ წოდებული ფიდბექის, ანუ უკავშირის ნაკლებობა, იმიტომ რომ ძალიან გვიჭირს ვუთხრათ ადამიანს, რას ფიქრობთ
და ბევრი ფსიქოლოგიური ფაქტორია, მათ შორის ის, რომ არ ვიცით ფიდბექი სინამდვილეში, სტრუქტურა, ამაზე ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს ხოლმე ორგანიზაცია, რომ აუხსნას ყოველდღიური ფიდბექი, გაგრძობითი, სტრუქტურირებული, მოკლედ ეს ყველაფერი როგორ შეიძლება რომ დაქვემდებარებულს მუდმივად ხარდამჭერი უკავშირი მისცე და ერთის მხრივ მიმღებსაც კონდეს გახსნილობა, ყველაზე დიდი პრობლემა ჩემს აღქმაში ხა რაც გამახსენდა, პირველი არის ეს, რაც არასაჭირო დანაკარგებს იწვევს. ანუ ადრევე რომ მოლოდინი განგვესაზღვრა და გველაპარაკა, ცოტა დროზე რომ ეთქვა რაღაც თუ მოწონდა თუ არ მოწონდა, ცოტა დროზე რომ დამხმარებოდა რაღაც სისხლანაირად გაკეთებაში, ან თანამშრომელს რომ ეთქვა, რომ ის დავალება, რომელსაც იღებს, გაუგებარია და ჯობია რომ ასე შემდეგ. მოკლედ აი ეს ორმხრივი კომუნიკაცია არის ხოლმე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა. და აი ეგეთ სიტუაციაში აი დავადგინეთ რომ კომპანიას აი კომუნიკაციის პრობლემა აქვს. და არის გუნდი, რომელიც რავი დიდი ხანია სიტუაციაზე დიდი ხანი რა, მუშაობს რამდენიმე თვე სიტუაციაზე ერთი წელი. და ის უფრო საერთოდ არ ქონდა კომუნიკაცია. გაიგო რომ ეს მისი პრობლემაა და უთხრეს რომ ეს უნდა გამოასწორო. ის რომ მიწყებს კომუნიკაციას, რომ ცოტა რაღაც უხერხულობა, რაღაც აი არ გამოდის, იმიტომ რომ ესე რატო იქცევა, რატო შეიცვალა, ეგეთი მომენტია. ეგეთ დროს აზრი აქვს დანერგვას თუ ახალი გუნდი უნდა შეიქმნას თუ რაღაცა რომ ამ რაღაცას მიეჩვიონ. იმიტომ რომ მინიმუმ ძალიან დიდი ხანი დაჭირდება დრო რომ ხალხმა ფეხი აუწყოს და მიხვდეს. ან ახალი გუნდი არის საჭირო. ესე იგი, ნებისმიერი ცვლილება იწვევს შფოთვას, ხო სწორია, ჯერ ვინც გასცემს ამ კომუნიკაციას მისთვის იქნება და მიმღებებისთვისაც უცნაური. ამიტომ კეთდება ხოლმე რაღაც უფრო უსაფრთხო გარემოში. მაგალითად, ტრეინინგი ამიტოა კარგი, როცა შიგნით დაინტეგრირებული არის თან როლური რაღაც ქცევები, რომ შედარებით უსაფრთხო გარემოში, სადაც ყველა მიცის, რომ ჩვენ რაღაცას ვთამაშობთ, მე პირველად ან არაპირველად, მაგრამ მოკეთ ვცდილობ ვაძალებ ჩემ თავს, რომ რაღაც ისეთი გავაკეთო, რომელსაც ღელავ სხვაგან უკვე რეალურ სიტუაციაში რომ გავაკეთო. მოკეთ ერთი ეს არის, როცა ამ გუნდს ემუჩავება, ვინმე დაეხმარება. ვთქვათ, არა აქვს დახმარების შესაძლებლობა, მაშინ ყველა შემთხვევაში ცვლილების დაწყება, მოკეთ უფრო რეკომენდებულია ვიდრე ამ ხალხის შეცვლა. უბრალოდ კიდე ერთხელაც მნიშვნელოვანია ჩაერიოს ვიღაც, დაეხმაროს. როცა პირველად რაღაცას აკეთებს, მნიშვნელოვანია ვიღაც დაეხმაროს. ან იმისი უფროსთან ერთად გაკეთდეს ეს. პირველადი რაღაც ინფორმირება მოხდეს. მოკედ ან ყოველ შემთხვევაში გაბედოს ამ ადამიანმა, რომ ერთხელ შეიძლება არ გამოუვიდეს, მეორეჯერ, მესამეჯერ უკვე გამოუვარა, ასე ვთქვათ. საინტერესოა. და ისე დღევანდელობაში რომ დავუბრუნდეთ, ეხა აი უფრო კონკრეტულ თემას რომ შევეხოთ, აი ხელოვნური ინტელექტი რომ შემოვიდა. აი მაგალითად HR-ის მიმართულება რო ავიღოთ რა, რომელიც კომპანიას ეხმარება რომ მოიძიოს კარგი კადრები, პროფესიონალები და ამ შემდეგ. არის შანსი რომ სიტუაცია ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს და სიტუაცია ეს სფერო გაქრეს. ახალ მომავალში. ამაზე მიფიქრია, ცხადია, კვლევაც ბევრია, მოსაზრებებიც არის. ესე იგი, ძალიან კარგ რაღაცებს ჩაანაცვლებს და ისეთ რამეებს დაგვიტოვებს, რომელიც მართლა ადამიანურია. რას გულისხმობ? ხელოვნური ინტელექტს, რა თქმა უნდა, აქვს შესაძლებლობა უფრო ნაკლები შეცდომით გააკეთოს, მაგალითად რაღაცების უკვე მიცემული ლოგიკის გადათვლა იქნება თუ შემოწმება. მაგალითად შერჩევას რაც შეეხება, შეიძლება რომ ასე ვთქვათ, შესარჩევი კრიტერიუმები ჩადო და საბოლოოდ მან რაღაც გითხრას ეს ადამიანი როგორ შესაბამისობაშია ამასთან. მაგრამ საბოლოოდ ის მომენტი, როდესაც აი ეს ემპათია რაც არის, ან ემოციური ინტელექტი, ხელოვნური ინტელექტს ალბათ შეიძლება დაასწავლო რამე დროს, მაგრამ ისეთი როგორც ადამიანს აქვს, აი შემოქმედებითობა, აი ის ადგილები, რომელიც ეხება ადამიანურ კონტაქტს, შემოქმედებითობას, აი თანაგანცდას, გონია ეგ დაგვრჩება და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და HR-ს რაც შეეხება, თუ მაგალითად საკადრო ადმინისტრაციას ხელოვნური ინტელექტი წაიღებს, ყველა მიესალმება ალბათ, არ არის რა საჭიროა ამდენ დოკუმენტებზე, რომ ადამიანი ხელით მუშაობს, ხო? მაგრამ სამაგიეროდ ადამიანს დარჩება მეტი დრო, რომ ესაუბროს მენეჯერს, ესაუბროს თანამშრომელს, რა აწუხებს, რით შეიძლება რომ დაეხმაროს. შესაბამისად გონია, რომ მაგის შეწინააღმდეგების ნაცვლად ჯობია, რომ დროულად და გონივრულად იყოს გამოვიყენოთ, ხო? და აი მაგალითად ეხლა რა ვიღოთ ესეთი სიტუაცია რა, რომ აი ხელოვნური ინტელექტი, ოკეი, ძალიან მაგარია და აი
დღევანდელობაში რა, აი ხელოვნური ინტელექტთან ერთად ძალიან პოპულარული ხდება დღითი დღე ფრილანსინგის თემა, ხო? რომ ადამიანები სიტყვაზე მიდიან სამსახურიდან ან ისეთ კომპანიას პოულობენ, სადაც სახლიდან იმუშავებენ უცხოეთში, საქართველოში ასე შემდეგ. ესე დროს სიტყვაზე ადამიანი, რომელიც ეგრევე ფრილანსინგში მიდის, ძალიან დიდ პრობლემას ხვდება იმ ხრივ, რომ ბექგრაუნდში გამოცდილება არ აქვს. ადამიანი, რომელიც კომპანიიდან მოდის და ცდილობს რაღაც სხვა მიმართულებას წაყვეს, მანდაც იგივე პრობლემა არის რა და აი ფრილანსინგის მიმართულებაზე რას ფიქრობთ და მაინტერესებს აი როგორ შეუძლია ადამიანს რომ აი პირველი შეკვეთა მიიღოს მანდ და ანუ მაგ მიმართულებით განახორციელოს თავის საქმიანობა. იმიტომ როგორც ვიცით თქვენ იდეაში ფრილანსინგით ხართ ხო დაკავებული და კი, რამდენი 15-16 წელია უკვე. ჩემი გამოცდილებაზე დაყრდნობით შემილია ეს თქვა, რომ სანამ ფრილანსერი გახდები, მნიშვნელოვანია რომ რაღაც კონდეს სათქმელი, ასე ვთქვათ, ანუ რაღაც უნდა კონდეს უნიკალური, ან ქმნიდე რაღაც ნენელა ამას აგროვებდე, რომლის ყიდვაც ვიღაცას დაჭირდება, ხო? ანუ არსებობს უბრალოდ რუტინული საქმეები, რომელიც შეიძლება გაიტანო აუთსორსზე, არ ვიცი თუ ამ აუთსორსაც დავარქმევთ, შეიძლება რომ იყო მაგალითად, რა ვიცი, ბუღალტერი შეიძლება იყოს, შეიძლება საკადრო ადმინისტრაცია გაიტანო, აი რაღაც დოკუმენტ ბრუნვები შეიძლება გაიტანო, ანუ მაგ შემთხვევაში გჭირდება, ვთქვათ, არ ვიცი, ან სოფტი კონდეს და ამის მასშტაბირებას აკეთებდე ერთი და იგივე სერვისს აწვდიდე სხვა კომპანიას. ეს არის ერთი გზა. თუ ასეთ რამეს მიაგნებენ, რომ ვთქვათ, შექმნიან ისეთ რამეს, რომელიც პრინციპში ორგანიზაციის ძირითადი ბიზნესი არ არის, დღეს ბევრი ფიქრობს გაიტანოს ეს გარეთ, პირველი ხარჯებს შეუმცირებს და ფოკუსი მოკეთ რესურსი იმისი რომ ძირთად საქმეზე მეტი დაიხარჯოს შენი ენერგია, მოკეთ იზრდება ხო ეს შესაძლებლობა. მაგრამ მეორე არის, როდესაც აი კონსალტინგში შეიძლება გადახვიდე, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არის ნეტვორკი. ნეტვორკზე ჯერ შეიძლება არ გვილაპარაკია, მაგრამ ყველგან ორგანიზაციაში იქნება თუ გარეთ, მინდა რომ ამას მიაქციოს ახალგაზრდებმა განსაკუთრებით ყურადღება. თქვა, ჩემ შემთხვევაში ყველა მნიშვნელოვანი პროექტი იქნება თუ თქვა თუნდაც სამსახური იდეაში მოხდა იმიტომ რომ ვიღაც აიდანღაც მიცნობდა ხო ძალიან თითქმის აი ეს მე თქვა გაგზავნა ესეთი თქვა ჩემ შემთხვევაში თითქმის არსად არ დამჭირებია მათ შორის პროექტებზე და ეს ნეტვორკი იქნება ნებისმიერ მომენტში აი ამის თქმა მინდა რომ არ გქონდეთ განცდა რომ ეს უმნიშვნელო ურთიერთობა, ანუ ყველა ურთიერთობას შეხედეთ როგორც მნიშვნელოვანს და ის როგორც საქმეზე ვლაპარაკობდით, აქაც გულწრფელები იყავით და გულით გააკეთეთ ის რასაც აკეთებთ. აი მაგალითად ნეტვორკზე ხარ რომ შეხედა, აი ადრე მე მაგალითად ამ თემაზე მქონდა ძალიან ცუდი დამოკიდებულება. ეგ რა წესია ვიღაცმა გაიცნო ნაცნობობა და ეგეთი თემაა თქო. მაგრამ მე ხალხი რომ გავიცანი იმას ანუ მან მივხვდი ძალიან მაგარ მნიშვნელოვან რაღაცას მაგ საკითხში რომ მან ის კი არ არის რომ აი რაღაცა ნაცნობობა და რაღაცა მან უბრალოდ ადამიანს რომ იცნობ ხვდები რომ ამ ადამიანს შეუძლია ამ საქმის კარგად გაკეთება და მეც აი ადამიანს რომ იცნობ ფიქრობ აი ვინ შეიძლება გამომადგეს ანუ პირველი მახსენდება ვისაც ვიცნობ ეს ამ საქმეში მაგარია ანუ უბრალოდ ვიღაც კი არ მოვიყვან ვინც ვიცნობ და საერთოდ ვერ ერკვევა ამაში აი ეს ამ საქმეში მაგარია და მოდი ამას დავურეკავ და რაღაცა და აი მან მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნეტვორკი და მაგის განვითარება რა და აი რას ურჩევდით რომ აი სტუდენტებს და ადამიანებს რომ აი უფრო მეტი ნეტვორკი შემოგაი როგორ შეუძლიათ ამის გაკეთება ერთი მოკეთ ხასიათის თვისებაც არის ჯერ ერთი ეს უნდა ვთქვათ რომ არიან ინტროვერტები და ექსტროვერტები ანუ ვიღაცებს უფრო უხარიათ და უადვილდებათ ურთიერთობა ვიღაცებს არა მაგრამ თუნდაც მე არ მიყვარდეს ადამიანებთან ურთიერთობა მანდაც რაღაც გვარ არ ვიცი ღონისძიებები იქნება ვთქვათ შეიძლება ან ყოველ შემთხვევაში მინიმუმ რაღაც სანაცნობო წრეში, ну, თქვათ, ჩემი რო ვიწყებდი კარიერას, მაშინ იყო ხოლმე ასოციაცია, მაგალითად, ეხა ზუსტად აღარ ვიცი რა სახის ასოციაციებია, მაგრამ მე მაგალითად ძალიან დამეხმარა თავის დროზე რაღაც ეკონომისტთა ასოციაცია იყო და ის იყო ერთადერთი ეს თქვათ ნათელი წერტილი, სადაც ადამიანები ვისაც რაღაც სიკეთება უნდა და იკრიბებოდნენ და ჩემი საომავლო კონტაქტები ზირთად პირველ რიგში მაქედან წამოვიდა. თვითონ ორგანიზაციის, ამიტომ არის კიდე მნიშვნელოვანი რა ორგანიზაციას ირჩევ. რომ აი იქიდან მე ხალხი რო იფანტება იქეთ აქეთ, მოკეთ ამას ეს ხალხიც შენი ნაცნობია. რაღაც გვარი პროექტები, მოხალისეობა
ღონისძიებები, თუნდაც რაღაცის დაინიცირება. ნუ ეხლა Facebook-ის პირობებში უფრო ბევრად Facebook-ი არა, ზოგადად სოციალურ ქსელებში ბევრად ადვილია ეს კომუნიკაცია. ასევე მნიშვნელოვანი არის შენ შესახებ რა ინფორმაციას გასცემ, ესეც მინდა რომ ვთქვა, ხო, რომ ანუ თითქოს რას პოსტავთ, ნუ ჩემი პირადი გვერდია და ამ შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს დღეს ახლა თქვენც ვინმე რომ დაგაინტერესოთ, აუცილებლად უყურებ მის გვერდს, ხო? ანუ ეს იძლევა ისტორიას რაღაც გვარს და მოკედ ამასაც მეტნაკლებად ყურადღებას მივაქცევდი, რომ ვიცოდე რას ხვნი, რა ბრენდს ხვნი. აი ხა რო ახსენეთ, ჩემ შესახებ საუბარიო რა. მან ხშირად ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელსაც ასე ვთქვათ ერიდება თავის თავზე საუბარი, რომ აი სხვებმა დაინახონ მე რა სარგებელი გავაკეთეო რა და ეს ბევრჯერ კომპანიებში მინახავს, რომ მაგის გამო ასე ვთქვათ უკან რჩებიან. ანუ რას ვშევთ ეგეთ ადამიანს? კარგი ვარიანტია რომ სხვებმა შეამჩნიონ ეგ შედეგები თუ ლაპარაკი კარგია და ის სწორად როგორ წარმოაჩინონ თავისი თავი. ძალიან ესეთი ფრთხილი წერტილია სხვათა შორის, იმიტომ რომ როდესაც მუდმივად ყვირი რა გააკეთე, თითქოს ეს იწვევს გაღიზიანებას ორგანიზაციაში, ხო? მეორეს მხრივ თუ არ ხდება ამის შემჩნევა, რაღაცნაირად ეს გინდა რომ აჩვენო. ამიტომ ერთის მხრივ ეს დამოკიდებულია ორგანიზაციის კიდევ ერთხელ კულტურაზე და იმ სისტემებზე, რომელიც არის. მაგალითად, განვითარებულ ორგანიზაციაში ეგრეთ წოდებული იმის არამატერიალური მოტივაციის თუ აღიარების პროგრამები არის, სადაც აი შედეგები რაღაცნაირად ჩანს და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ესე იგი, რაც შეეხება საკუთარ თავზე საუბარს, ერთადერთი რჩევა აქ რაც მაქვს, რომ თუ კი რამეზე საუბარია, მნიშვნელოვანია ვილაპარაკოთ შედეგზე და არა მემეზე. და ასევე მნიშვნელოვანი არის არ დავკარგოთ იმ ადამიანების წვლილი, ვინც ამაში მონაწილეობდა. ზოგჯერ ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი ხდება ის, რომ ეს თქვა შედეგი, რომელშიც რა ვიცი, გუნდმა იმონაწილევა, ამ შედეგის შესახებ ვიღაც გამოდის და ყვება მე რო ეს რაღაცა მე და ანუ აი ამ შემთხვევაში უკვე აი ეს ურთიერთთანამშრომლობის სურვილი სხვებში კლებობს. ამიტომ ხო აი ეს და ასე დროს კარგი ლიდერის როლი როგორია აი ეს რომ მას ხო უწევს ხოლმე აი წარადგინოს აი წლის გეგმა რა გავაკეთეთ. ან აი მსმენია ეგეთი რაღაცა რომ ლიდერმაო არ უნდა თქვას მე გავაკეთე, არამედ გუნდზე უფრო ელაპარაკოს, რომ აი გუნდმა გააკეთა ესა და უფრო ესე იმას ქონს, რომ აი ლიდერი რომ დამეხასეთო, აი იდეალური ლიდერი, როგორი აი რისკენ უნდა მივისწრაფოდეთ, რომ აი ეგეთი ლიდერი ვიყოთ, აი ვინ არის ეგეთი ლიდერი? ეგეთია კი, რომელიც გუნდის, მოკეთ, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რომ როგორც კი მენეჯერი ხდება, ის თავისი ხელებით თითქმის აღარ აკეთებს, ანუ მისი კარგი მენეჯერობა არის, რომ ყავდეს ხალხი, რომელსაც აქვს ადეკვატური უნარები, კომპეტენციები არიან ადეკვატურ როლში და უქმნის ისეთ მოტივაციას, რომ ამათი ურთიერთთანამშრომლობით იქნებოდეს ეს შედეგი. ხო და ეს რო დადგეს, მნიშვნელოვანი არის, რომ ასე ვთქვათ, ჯერ ერთი სწორად usახავდეს მიზანს, ხო? მეორე არის, რომ პროცესში ეხმარებოდეს, როგორც მიდის. კონფლიქტები რო წარმოიქმნება, არ ერიდებოდეს ამაზე საუბარს და სამართლიანი უნდა იყოს. და დამდგარ შედეგებზე არ აგვიანებდეს მადლობა იქნება თუ აღიარებას და მოკედ აი ეს გახარებაც შედეგით, აი სიხარულის განცდა აღნიშნა, მნიშვნელოვანია რომ შეეძლოს ლიდერს. საინტერესოა და აი კიდე მინდა ესე თემა შევეხო, რომ ძალიან ბევრ ადამიანთან მისაუბრია და აი განსაკუთრებით გოგოების გამსმენია, რომ აი სამსახურიდან უწევთ წასვლა, იმიტომ რომ ოჯახს ვეღარ უთმობენ დროს. ბავშვი შეეძინათ და ბავშვი უნდათ რომ ყურადღება. ეგ პრობლემა არის, რომ აი ოჯახსა და სამსახურს შორის ბალანსის დაჭერა უჭირს და მაგის გამო ხშირად მიდიან ხოლმე სამსახურებიდან. რას ფიქრობთ ამ თემაზე და რა რჩევას მიცემდით? ესე იგი, მე ეგ პროცესი კარგად ვიცი, მე თვითონ მოგეთ 4 შვილი მყავს. მანდ არის პირველი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეგეთი რაღაც, რომ სამსახურში ყველაზე მეტად რა გვხლის ის, რომ სამსახურში სახლი მიგვაქვს და სახლში სამსახური მოიგვაქვს. ანუ არსად დასვენებულები არ ვართ. თუნდაც მოწესრიგებული იყო სამუშაო საათები, სულ გვაქვს განცდა, რომ რაღაც კიდე დამაგტან სამსახურში ვარ და ვაიმე ბავშვებთან არ ვარ და თვითგვემა არის. ანუ პირველი არის გადაწყვეტილება, უფლების მიცემა საკუთარ თავისადმი, რომ მიდიხარ. ну, ოღონდ მოგვარებული უნდა კონდეს ხალხია ის უსაფრთხოდ უნდა იყოს ყველაფერი. თუ მიდიხარ სამსახურში
დაიხარჯე იქ, სახში მოდიხარ, იყავი სრულად. ეხლა მეორე არის თუ არ გიწყობს ხელს და მუდმივად გვიანობამდე, მე ეხლა ყველას თავის გადაწყვეტილება აქვს. მე აი მოქნილობა, ვთქვათ, პირველი გადაწყვეტილება ჩემი, რა ქვია, სამსახურის შეცვლის, უბრალოდ free consulting-ში გადასვლის იყო, რომ მინდოდა ჩემი დრო მე თვითონ განმესაზღვრა. და ესეც გადაწყვეტილება უნდა რაღაც გაბედო. თუ არ გინდა full time სამუშაო, იმიტომ რომ ოჯახისთვის მოქნილობა არ გაქვს, მაშინ რა ვიცი, გადაწყვიტე სხვანაირად. მაგრამ დღეს ორგანიზაციების უმეტესობას ეს გააზრებული აქვს, ეს ეგრეთ წოდებული work life balance, რო ეძახიან, ანუ სამუშაოსი და პირადი ცხოვრების ბალანსი როგორი ხა 50-50 არასოდეს არ არის, ყოველთვის არის იქით მეტი, აქეთ ნაკლები და ასე ერთმანეთში ირევა. ანუ ეს არის ჰარმონიზება ამ ორი რაღაცის, რომ ერთი მეორეს არ უშლიდეს ხელს, ამას წესით აქცევენ ყურადღებას, ანუ უნდა მიაქციონ ყურადღება და ამისთვის არის ხოლმე day-off-ები, ანუ დღის აღება შეუულიათ ან სხვა რაღაცები, მოგეთ, ამიტომ ხარს უნდა უჭერდეს ორგანიზაცია. და წეგან რო თქვით, აი ოჯახის სამსახურში წამოღება და სამსახურის ოჯახში. მან იგულისხმება, რომ აი სიტყვაზე სამსახურის საქმეებსაც სახში რო აკეთებ? კი, ანუ თუ არა ფიქრობ მაინც, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი მანდ არის შენი ფიქრის ენერგიის დათმობა სად არის? ბავშვთან ხარ და ფიქრობ ხვალ რომ რაღაც მოლაპარაკება უნდა აწარმოო. და არ ხარ. ანუ არ ხარ ფაქტობრივად არც იმ აწყო მომენტში არ ხარ, არც შენი ყურადღებით იქ არ ხარ და შესაბამისად ეს იგრძნობა, ანუ შეიძლება სიტყვებით ელაპარაკებოდე, მაგრამ სხვაგან არის შენი ყურადღება, ამიტომ იქაც იგრძნობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვითგვემმა არის მანდ, რომელიც ცლის ენერგიისგან ადამიანს და სულ აქ განცდა, რომ არ ვარ საკმარისი, ცუდი დედა ვარ თუ მამა ვარ, ცუდი თანამშრომელი ვარ უფრო ნაკლებად, უფრო თან იმაზეა ხოლმე სახზე ლაპარაკი, რაც ემოციურად ძალიან რთულია. ნენა უკვე ბოლოსკენ გავდივართ და აი საბოლოოდ მინდა რაღაც იცით როგორი კითხვაზე მიპასუხოთ, რომ აი კომპანია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მისი მისია და მიზანი. რა უნდა გააკეთოს ისეთიან, როგორ უნდა იპოვოს ან რაღაცა, აი შეჯამებასავით გამოგვივა, რომ აი თანამშრომელს მსგავსად კონდეს ეგ мотиваცია და მისიაზე мотиваცია, რომ ძალიან მაგარ საქმეს ვაკეთებთ, უნდა მივყვეთ ბოლომდე და გავაკეთოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ მენეჯმენტს, თუ დამფუძნებელი არ ერევა, თუ ერევა დამფუძნებელსაც და მენეჯმენტს კონდეს გულწრფელად სჯეროდეს, რომ ეს ადამიანი არის არა რაღაც მანქანა, რომლიდანაც რაღაც უნდა იწარმოოს, არამედ ნამდვილად ეს არის შენი თანამონაწილე აი ამ ყველაფრის და შენთვის ღირებული არის და შენ უნდა და შენ გედარდება ის არა მხოლოდ იმიტომ, რომ წარმოებაში ყავს ჩართული, არამედ იმიტომ, რომ შენ მონაწილეობ მის ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ორგანიზაციას, ანუ ადამიანების ცხოვრების დიდ ნაწილში არა მარტო მისი, არამედ მის გარშემო კიდე არ ვიცი, მინიმუმ თუ პატარა ოჯახი ყავს თუ დიდი 2-3 ადამიანზე კიდე გავლენას ახდენს. წარმოიდგინე რამხელა ის აქვს, რა ქვია, პასუხისგებლობა, რომ ამ ადამიანის მენტალური ჯანმრთელობა იქნება, განწყობა იქნება, თუ აი ეს წინსვლის ხელშეწყობა, ორგანიზაცია ამას აკეთებს ამ პირიქით აბრკოლებს, ანუ მის ბედნიერებაში მონაწილეობს და შენ თუ გაქვს ეს გაცნობიერება, რომ ეს ხალხი შენ კი არ იყენებ, არამედ ორი თანას ისინი აი თავის ცხოვრებას გითმობენ შენ და მადლიერი უნდა იყო ამისი. მაშინ შენც უბრუნებ ადეკვატურ პატივისცემას და მე სისტემებსაც აწყობს, სადაც ცდილობ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი იყოს, სტრესი შედარებით ნაკლები იყოს და ასე შემდეგ. ანუ პირველი ეს არის გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ, მენეჯმენტის, რომელიც მე ოღონდ უნდა ჩაიშალოს სისტემაში, იმიტომ რომ მარტო ერთი ადამიანის ფიქრი არ მიდის თანამშრომლებამდე და შესაბამისად მე ირჩევ ხალხს, ვინც ამ იდეოლოგიას მიყვება, შესაბამისად მე ურთიერთპატივისცემა, მე გათვალისწინება, მე იმის შესაძლებლობების შექმნა, რომ გამოიყენო თუ კი რამე კრეატიული იდეა გაქვს, თქვა, მე იქ უკავშირი, ასე ვთქვათ, კრიტიკაც რომ იყოს, ეს განვითარებისთვის გამოიყენება და მე ეს პროცესები მიდის პრო ორივე მხარისთვის სასარგებლოდ. 100%-ით.
ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მაგარი რჩევები მეც მივიღე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა აუდიტორიამ ძალიან ბევრი რაღაცა ისწავლა. მალე გავიდათ რომ საინტერესო დიალოგი. ძალიან საინტერესო იყო მართლა და მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში თუ გინდათ კიდე მოვიწვევ, იცით რამდენი რამაზე შეგვიძლია კიდე ვისაუბროთ, ძალიან საინტერესო იყო მართლა თქვენთან საუბარი. მეგობრებო, აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი რომ არ გამოგჩეთ მსგავსი ვიდეოები, ასევე კომენტარებში დაწერეთ კიდევ რა სფეროდან გინდათ რომ მოვიყვანოთ ადამიანები და რა კითხვას დაусმევდით თქვენ. მადლობა რომ ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს და დაგემშვიდობებით. აბა დროებით.